იშვიათი ნივთია მგონი მე საქართველოში არ მინახია. დიახ. ხო და აი ამაზე რომ ვილაპარაკოთ, რა შთაგა გონათ რომ ეს გაიკეთებინა? გეტყვით, მე როგორც მოგესალმებით მუშაობ ერთ-ერთი ჩემი განხრა არის ანტიკვარული ისტორიული იარაღის რესტავრაცია, აღდგენა და კონსერვაცია. და დაახლოებით 10 წლის წინ ზუსტად წელს ვერ ვიხსენებ, მომიტანეს ბელგიელმა კოლექციონერებმა ქართული ხანჯალი, აი ზუსტად ესეთი ტიპის წელზე ფარულად სატარებელი ხანჯალი. და მას ჰქონდა ისეთი ორნამენტები ვერცხლზე, რომ იმის მიხედვით გამოვიცანი, რომ ქართული იყო, სხვა ვარიანტი არ არის. ისეთი ხელწერა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში კეთდებოდა მე-19 საუკუნეში. თვითონ იცოდნენ სადაური იყო? კი, იმიტომ რომ ის ცოდნეებისთვის საკმარისია ის ჭრები და გრავირებები ნახო, რომ ის უკვე იცის. აი ჩრდილო კავკასიაში რამდენი პატარა ერები არის, აი ყველა ერს განსაზღვრა რომელი ერის გაკეთებულია საიდან მოდის. რაღაც ანაბეჭდილი თუ ხო? ჩემთვის იყო ეს პროფესიული შოკი, ესეთი რაღაცა, არც გაგონილი ახლა მქონდა წელზე ასაკეთებელი, მაგრამ ქართული და ნიდერლანდებში მომიტანეს კი და იყო ის რკინის ქარქაში იყო გატეხილი და რაღაც მთელი აღდგენითი ისენი ჩავატარე. შემდეგ იმ წუთშივე დამება და იდება მსგავსი შემექმნა, იმიტომ რომ ეს იმდენად უნიკალურია საქართველოს სივრცეში არ მეგულება და არც არის, მხოლოდ ერთადერთი არის, რომელიც მე ვიცი, ეს რომელიც რესტავრაციას მე გავაკეთე. როდესაც ეს რესტავრაცია ჩავაბარე, ბრიუსელელი არიან ეს კოლექციონერები, უთხარი ლაპარაკში რომ მინდა ზუსტად ესეთი გავაკეთო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ასლი არა და რა თქმა უნდა არაფერი ის არ გამოუთქვია, თუმცა შემეძლო არც მეკითხა, რადგან ის არ იყო იმათი, ეს იყო ქართული და ეხა იდეა და გავაკეთე ესკიზი, ორიგინალური ესკიზი, ბევრი რამე შევცვალე, მაგალითად ვერცხლის ტარი შევცვალე რქის ტარით, ზომები ასე თუ ისე დავიცანე და მაგრამ ეს კონსტრუქცია დავიცავი. ანუ აი ეს როგორიც იყო? დიახ. ანუ ეს არის მეგობრებო ფარულად სატარებელი, წელზე კეთდება, როგორც ქამარი, ეს წინა იყოს თუ უკან? აი ესე არის, ესე არის წინ. და უკან ხო? ანდა ესეც შეიძლება აქედან გამოგაქ. კედიდან მე თუ გინდათ ჩავიწმევ და გაჩვენე. ხო, აი ჯობია რომ